ღია ეთერში დაგიბრუნდით გადაცემით ჩვენ აქ ვართ დღეს ჩემი სტუმარია პარაძალოსანი პარასპორტსმენი მირანდა გიგაშვილი მირანდა მოგესალმებით დიდი მადლობა რომ გვეწვიეთ და ის სულ რამდენიმე ხნის წინ პარაძალოსნობაში თბილისის მსოფლიო თასი გაიმართა და 2 მედალი აიღეთ ანუ ინდივიდუალურში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდით 3 მისვლის ჯამში ვერცხლის მედალი მოკლედ საკმაოდ წარმატებული პარაძალოსანი ხართ ქალბატონი და კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ. და ზოგადად რაც შეეხება წარმატებას, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს აქვს თავისი სავალი გზა წარმატებამდე. და თქვენც რა თქმა უნდა, თქვენი გზა გაიარეთ, სანამ პარასპორტამდე მოხვიდოდით და თან ძალიან საინტერესო არჩევანია, ხო, ძალოსნობა, იმიტომ რომ თუნდაც რაღაცა გარკვეული პერიოდის წინ რამდენიმე 10 წლეული შეიძლება ავიღოთ ან რამდენიმე წელი, მაინც ძალოსნობა არ ასოცირდებოდა იმდენად ქალბატონებთან. თუმცა დღეს, როდესაც გიყურებთ თქვენ ყველას, ანუ ყველა ქალბატონს, რომლებიც დაკავებული ხართ სპორტის ამ სახეობით, მართლაც საოცარი სანახაობა, ჯერ მინდა გითხრათ, რომ სანახაობრივია და მე შედეგების მხრივ, ხო, რამხელა შედეგებს აღწევთ და არაერთხელ გაგვახარეთ, ხო, გინდა საერთაშორისო დონეზე, ანუ არაერთხელ აფრიალებულა ჩვენი დროშა, აჟღერებულა ჩვენი ჰიმნი ზოგადად პარაძალოსნებზე და კონკრეტულ შემთხვევაში თქვენ აქ ააფრიალეთ კიდე ჩვენი დროშა. მოკლედ, მე მინდა ჩვენი საუბარი დავიწყოთ თქვენი ცხოვრების პირველი ეტაპით, ხო? ყველა ცხოვრება ეტაპებად იყოფა, თუნდაც გავიხსენოთ ბავშვობის პერიოდი. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს რადიო მსმენელებს. სასიამოვნოა და მოხარული ვარ ჩვენი თემით დაინტერესებისთვის. მოკლედ, ჩემი ცხოვრება პარასპორტამდე იყო დიდი ისტორიებით და ბევრი სასიამოვნო და არასასიამოვნო ფაქტებით. დავიბადე ზურგისტონის თიაქარის სპინა ბიფიდა, ესე ქვია ჩემს დიაგნოზს. ეს გამოხატული იყო ჩემს მდგომარეობაში შედარებით მარტივი ფორმით და გადავადგილდებოდი, ვიყავი აქტიური, ცოტა სიარულის დეფორმაცია მქონდა, მაგრამ ეს არ იყო ძალიან მნიშვნელოვანი რეაბილიტაციები, ფიზიოთერაპიებით ეს პრობლემა ბავშვობაში დავძლიათ. მაგრამ აი მოზრდილობის ასაკში უკვე როცა 9 წლის ვიყავი, გამოჩნდა ფეხი და ფეხზე დამემართა ქუსლის ძვლის დაშლა. ეს იმდენად მკაფიოდ იყო დაშლილი და ღია ჭრილობა ახლდა თან, რომ ეს ვერ შეხორცდა და ღია ჭრილობით ვიყავი დაახლოებით 9 წელიწადი, უამრავი ოპერაცია, უამრავი თერაპიები, გერმანიაში გამიკეთდა 5 ჯერ ოპერაციული მკურნალობა და ეს უშედეგო მკურნალობების შემდეგ გახდა საჭირო და აუცილებელი, რომ ამპუტაცია გაგვიკეთებინა. უკვე 17 წლის ვიყავი, როცა მივედით ამ გადაწყვეტილებამდე ექიმებთან ერთად, რა თქმა უნდა, მაგრამ იცით რა არის ზოგის ცხოვრებაში, როცა ეს არის ტრაგედია, ჩემ ცხოვრებაში ვერ იყო, იმიტომ რომ მამას იმხელა პროცესი ახლდა წინ და იმდენად რთული პროცესი, რომ ეს მთლიანი 9 წელიწადი ხანგრძლივი პერიოდი იყო და იმედგაცრუება იყო იმხელა, რომ ეს ჩემთვის არ იყო იმდენად თქვენ ქვეშეუცნობლად უკვე მზად იყავით ალბათ. ხო, იმიტომ რომ ესე პირდაპირ ერთ დღეში არ მომხდარა ეს გადაწყვეტილება და როცა მას რომელიმე ექიმი გვეტყო და რაღაცა გვირჩევდა, რომ ამპუტაცია იყო გამოსავალი, რომ ეს ქუსლის ძვლის დაშლა შეჩერებულიყო, გამოვცვლიდით ხოლმე თითქოს ექიმი არ მოგწონდა მხრივ, რომ რაღაც სხვა იმედები მოგვეძებნა, მაგრამ ეს გახდა საჭირო და მე ვფიქრობ, აქამდე მისვლა და გადაწყვეტილების მიღება უფრო რთული იყო ჩემთვის, ხო, რადგან ეხა ეს არ იყო ის, რომ აი დღეს შესასწრაფოდ უნდა გაკეთდეს, არა, ეს იყო რჩევის დონეზე, რომ უკეთესი ცხოვრება და უფრო ხარისხიანი ცხოვრებისთვის იყო საჭირო. მირანდა, თქვენ ფაქტიურად ფსიქოლოგიურად მომზადებული დახვდით მაინც. კი. იმიტომ რომ 17 წლის გოგონასთვის, რა თქმა უნდა, ეს გარკვეულწილად სტრესია, როდესაც ხო ამ გადაწყვეტილების მიღება უწევს. თუმცა როგორც აღნიშნეთ,
უკვე მრავალწლიანი, ასე ვთქვათ, ბრძოლა ქონდათ, ხო, ამ პრობლემასთან? დიახ, აი ჩემი გარდატეხა თითქოს საოპერაციოში მოხდა, როცა ნარკოზიდან გამოვედი და იქ რომ უკვე გავაცნობიერე, რომ ეს დასრულდა. აი იქიდან გამოვედი და დავიწყე მართლა ახალი ცხოვრება. მეორე ეტაპი დაიწყო, კი მართლა, იმიტომ რომ ვთვლი, რომ იქ დავტოვე ყველაფერი ცუდი. და გავაგრძელე უფრო აქტიური ცხოვრება. კი ბატონო, ძალიან საინტერესო რამ თქვით, იმიტომ რომ ხდება ხოლმე მართლა მომენტი, როდესაც აი გარშემო მყოფებს და ადამიანებს გონია, რომ ეს არის რაღაც როგორც თქვენ აღნიშნეთ, ძალიან დიდი ტრაგედია, შეიძლება ადამიანისთვის ეს შვებაც აღმოჩნდეს. და აი ამ პერიოდში რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების განწყობა, თანადგომა თავისთავად ეხა მეგობრების განწყობა, ანუ თქვენ იყავით მოტივატორი თუ ისინი? იცით რა, ყველა ერთად ვიყავით, იმიტომ რომ ჩემს მშობლებს და ოჯახის წევრებს ეს ძალიან გაუჭირდათ. მე უფრო დაბალ ასაკში როცა ვიყავი, მაშინაც იყო ამაზე საუბარი, მაგრამ ჩემო მშობლებმა ეს ვერ გადაწყვიტეს და კიდევ ახალი იმედებს ეძებდნენ და ებღაუჭებოდნენ, რომ იქნებ გამოსულიყო უკეთესი მდგომარეობა დამდგარიყო. მაგრამ ხო, აი უკვე რომ მე გაცნობიერებულ ასაკამდე მივედი და მეც ჩავერთი ამ გადაწყვეტილებების მიღებაში, მივხვდი და გავაცნობიერეთ ის, რომ ყველამ ერთად მე უკვე შევჯერდით ამაზე და ჩემები ძალიან მედგნენ მხარში ყველაფერში, რა თქმა უნდა, ისე ამას ვერ შეძლებ. ერთი ადამიანი თუ გარემო მხელი არ შეგიწყო, ამას ვერ შეძლებ, მაგრამ ხო, ოჯახის იქეთ კიდე იყო მეგობრები. აი სკოლის გარემო, სადაც ვიყავე, მე არასდროს არ გამჭირვებია ეს ადაპტაცია, განსხვავებლობის შეგრძნება არ მქონია არასდროს და არც მიუღებლობა. ალბათ შინაგანად თავადაც უნდა იყო ადამიანი ისეთი, რომ მარტივად ადაპტირდებოდა გარემოსთან და ეს შეიძლება ჩემშიც იყო, მაგრამ ძალიან მიწყობდნენ ხელს. ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ საკუთარ თავსაც როგორ მიაწვდი, ხო, საზოგადოებას? კი, იმიტომ რომ აი გითხარით 17 წლის ვიყავი, როცა ის გავიკეთე და ეს იყო სკოლის დამთავრების პერიოდი და ოპერაციამდე გეგმავდი, რომ ეს წელი ამ ფეხის მოწესრიგებას დავუთმო და დამდგე ფეხზე და მე გავაგრძელო სწავლა, მაგრამ აგვისტო იყო, 1 აგვისტო, როცა ოპერაცია გავიკეთე და იქედან გამოვედი თუ არა, აი კლინიკაშივე დავიწყე, გამოცდები გვიწევდა მაშინ ატესტატისთვის და კლინიკაშივე დავიწყე მოძიება, ეხლა სკოლას ვერ დავუბრუნდებოდი, სახელმძღვანელოების რომ მომზადებულიყავი ამისთვის და იქვე გადავიფიქრე, რომ ეს ერთი წელი უნდა დამეთმო რაღაცა ისო ფეხისთვის. არა, არ დავთმე და ბოლო 5 თვე უკვე როცა პროტეზი ავიღე და ჩავებია მცხოვრებაში. ბოლო 5 თვე რეპეტიტორებთან დავიწყე სიარული და კი, ჩავაბარე და პროფესია? პროფესია, ვიჩე ბიზნეს ადმინისტრება, ფინანსების კუთხით და ეს დავამთავრე. ამ მიმართულებით მუშაობთ თქვენ? დიახ, ამ მიმართულებით მუშაობ, ფინანსისტი ვარ, ამჟამად რამდენიმე კომპანიის ბუღალტერია ვარ და ძალიან კარგი ეს ყველაფერი, თუმცა დადგა ის მომენტი, როდესაც თქვენ გადაწყვიტეთ პარასპორტით დაკავება. ოღონდ პარაძალოსნობამდე იყო პარაფარიკაობა. ანუ აი როგორ გადაწყვიტეთ ეს, საიდან მიიღეთ ინფორმაცია და რა თქმა უნდა, შემდეგ როგორ განვითარდა ყველაფერი, ამასაც ვისაუბრებთ. იცით რა, მე ჩავაბარე უნივერსიტეტში და უკვე მეორე კურსზე ვიყავი. ისევ აი სკოლიდან მოყოლებული უნივერსიტეტშიც რაღაცა მაინც აი შეშმო პირ ადამიანს არ ვიცნობდი ესე ახლოს. და რაღაცა შინაგანად მე კი ვიყავ ადაპტირებული გარემოსთან, როგორ შინაგანად სულ მეგონა, რომ რაღაცა მარტო ვიყავი, ვიღაც მჭირდებოდა, ვისაც ეს გზა უკვე გავლილი ჰქონდა, რასაც მე გავდივარ. და მე ვიყავი ძალიან კარგი გულშემატკივარი ეთსეკვის პარაცეკვაზე და ქეთი და ლიკუნე გავიცანი. ლიკუნე ჩაჩიბაია მე მითხრა პარასპორტისა და პარაფარიკაობის შესახებ და დამაკავშირა ფარიკაობის ფედერაციასთან და აქედან ჩავერთე ფარიკაობაში. აი ვთვლი რომ საუკეთესო წლები გავატარე, 2 წელნახევარი ალბათ ვიყავი ფარიკაობაში.
კი ბატონო. გვქონდა საერთაშორისო შეჯიბრებებიც, იყო ვარჯიშები, რაღაცები, მაგრამ მე უკვე უნივერსიტეტიც დავამთავრე პარალელურად და გარდამტეხი პერიოდი იყო, უნდა მერჩია სპორტი ან პროფესია და მე ისევ იმდენად ვიყავი ჩართული პროფესიული მასში, რომ ცოტა იქეთ გადავიხარე. მაშინ თქვენი არჩევანი იყო კი ბატონო, მახსოვს ეს პერიოდი. ხო. კი ბატონო. ვარჩე რომ პროფესიულად გავზრდელიყავი უფრო და აღარ დამრჩა სპორტისთვის დრო. მაგრამ მე ისევ მიუბრუნდით სპორტს და როდის მოხდა ეს და რატომ გადაწყვიტეთ ძალოსნობა? მე უკვე ძალოსნობა ძალიან შემთხვევით შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში. ესე მუშაობდი სულ ოფისში ვიჯექი და რაღაცა ცოტა წონის პრობლემამ შემაწუხა და მივმართა ფიტნეს ინსტრუქტორს. ნუ არც ვიცოდი, აღმოჩნდა რომ პარასპორტსმენებს ავარჯიშებდა და ჩემი ისტორია რომ გავაცანი, რომ მე ადრე პარასპორტსმენი ვიყავი, ესე ფეხის დაზიანება მაქვს და რაღაც. მითხრა რომ არა, ჩვენ შეგვიძლია რომ კიდე ბევრი რაღაც გავაკეთოთ პარასპორტის მიმართულებით, არა მხოლოდ რაღაც წონის კორექციისთვის, არამედ სხვა დიდი საქმეებისთვისაც ერთმანეთი გამოვიყენოთ და სიმართლე გითხრათ, ყველა მხრივ მოვიაზრებდი ჩემს პარასპორტში დაბრუნებას გარდა შტანგისა და გარდა ძალოსნობის და ცოტა გამეცინა, რომ მე რანაირად როცა სპორტულ აქტივობაში ვიყავი ჩართული, მაშინაც კი რაღაც ის ძალისმიერი სპორტი რაღაც არ აღიქმებოდა. ხო, აი ვერ წარმოვიდგენდი ვერანაირად და ნუ დიდი დაჟინებით მაინც ვცადეთ. მახსოვს პირველი 3 ვარჯიში, აი ეს ცარიელი ღერძი, რომელიც 20 კილოგრამია, მეხმარებოდა და თავად მიც მაწვდიდა და მაწევინებდა, რომ დაეჯერებინა, ნამდვილად შემიძლია და შევძლებდა. აი, როდის დადგა ის გარდამტეხი მომენტი, როდესაც თქვენ მიხვდით, რომ თქვენ ამას შეძლებთ? იცით რა, როცა ვარჯიში დავიწყე, იმდენად მალე იყო ჩანიშნული შეჯიბრება. დროც არ გქონდათ, ხო, როგებიგრად ამაზე. ვერ გავიაზრე ის, რომ ეს შემეძლო თუ არ შემეძლო. ერთ ორ თვეში ან ორ თვენახევარში იყო შეჯიბრება პირველი და იმდენად სწრაფად და ესე მით ტონუსში ვიყავით და მივდიოდი წინ, რომ ეს შეჯიბრებაზე აუცილებლად ნორმალური წონა უნდა დამეფიქსირებინა. ჩემთვის ვფიქრობ, პირველივე შეჯიბრი მიღწევა იყო, იმიტომ რომ ორ თვეში 50 კილოგრამი ჩავთვალე შეჯიბრებაზე თბილისში იყო ეს შეჯიბრი და ეს უკვე გამარჯვება იყო და აქ მივხვდი, რომ აი ეს თუ შევძელი ამ დროში კიდევ მეტის შესაძლებლობა წინ გვაქვს და კი ბატონო, და აი რამდენად მნიშვნელოვანია კიდე მიზანი. და აი თუნდაც იმ მომენტში თქვენ უკვე დაისახეთ თუ არა მიზანი. კი, მიზანი ყველაფერში გვჭირდება. მიზანი არის მნიშვნელოვანი, აი როცა უკვე იმ ცარიელ ღერძს რამოდენიმე კილოგრამი მივუმატეთ, იქედან დაიწყო ის, რომ ესე იგი კიდევ შემიძლია რომ მივუმატო და აი პირველი შეჯიბრება ნამდვილად გარდამტეხი იყო, რომ გავეცანი, გავიგე რა იყო შეჯიბრი, როგორი მუხტი იყო, როგორი ის იყო мотиваცია, რომ შემდეგზე უკეთესი ყოფილიყავით. კი ბატონო, და აი რაც შეეხება мотиваციას და ზოგადად როდესაც პარასპორტსმენის შედეგზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, თავარი თქვენ ხართ, თუმცა პარასპორტსმენის უკან დგას გუნდი, ხო? გუნდი, რომელიც მუშაობს და აი გუნდური მუშაობის პრინციპზე რა სიტყვით? ჩვენ პარასპორტს ჯერ მთლიანად პარასპორტის ცენტრს გვაქვს ერთი დიდი გუნდი და ოჯახი. და მართლაც ამოყვა ამ ოჯახის და ამ გუნდის წევრი, რო ვართ, იმიტომ რომ აი დაწყებული რომ შეხვალ ჩვენს პარასპორტში იქედან და დაცვით დაწყებული ყველა ადამიანი დამთავრებული არის ყველა მოტივირებული იმისთვის, რომ სპორტსმენმა თავი იგრძნოს ძალიან კარგად. ნუ აღარ ვამბობ, რომ ტრენერები და ყველა ზრუნავს ჩვენს გაძლიერებაზე, мотиваციაზე, ექიმები, ნუ ყველა მთელი გუნდი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამიტოა რომ აი მიხარია პარასპორტში შებიჯება. იქ რომ მივედი, მე მაშინ მივხვდი, რომ რაღაცა დიდი ნაწილი ვიყავი და ხო, აი იქ მივხვდი მართლა, რომ მარტო არ ვიყავი, რაც ის წლები მქონდა. განაკლისი იმისა, რომ უცებ აინაზღაურე. ხაი თითქოს უცბად დავინაზღაურე და უცბად შევერწყი და
სხვა სპორტ დარბაზებში ისე ვეუბნებ თავს როგორც იქ. და რა თქმა უნდა, ამ მთელ დიდ ოჯახს კრავს საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი. დიახ. თითეული მისი წევრი, ხო, ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს დაწყებული ხელმძღვანელობიდან ყველა, ანუ თავის საქმეს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენმა პარასპორტსმენებმა უმაღლესი რანგის ტურნირებზე დადონ შედეგი, ყველგან მიიღონ მონაწილეობა, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია და როდესაც მონაწილეობაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, თქვენი აზრიც მაინტერესებს, სახელმწიფოს როლი რამდენად დიდია და მხარდაჭერა. აი ეს შეჯიბრებებიც, რადგან ჩვენ გვაქვს საწყისი ეტაპიდანაც მონაწილეობის შესაძლებლობა, არის საქართველოს სპორტის სამინისტროსგან და პარაოლიმპიური კომიტეტისგან ორგანიზებული და დაგეგმილი და ეს არის ძალიან დიდი რანგის შეჯიბრებები, რომელიც მსოფლიომ მოგვცა მისი უფლება, რომ საქართველოს ჩაატაროს და ეს თუ კარგად არ გამოგდის, მსოფლიო ფედერაცია ამის უფლებას არ მისცემს არც ერთ ქვეყანას. ძალიან მნიშვნელოვანი რამ თქვით. დიახ, ანუ ამდენი წელი ყოველ წელს რომ ტარდებოდეს, ამის შესაძლებლობას უბრალოდ არ მისცემდნენ და ეს მართლა ხარისხენად გამოსდის საქართველოს პარალიმპიურ კომიტეტს და საქართველოს სპორტის სამინისტროს. და ასევე თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრი, თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრი, თბილისის მერის, სადაც ფიზიკურ მომზადებას გადიან ჩვენი პარასპორტსმენები. რა თქმა უნდა, ჩვენი თბილისის მერის დაქვემდებარების ქვეშ არის და სრულად აღჭურველი ადაპტირებულია ყველა სპორტსმენისთვის და ყველა თანამშრომლით არის დაკომპლექტებული, ვინც ჩვენ გვჭირდება, რომ დაგვეხმარონ და ხარისხენად ჩავერთოთ ამ სპორტულ აქტივობებში. კი ბატონო და შედეგის სახეზეა. დიახ. და მირანდა ცოტა დრო დაგვრჩა. რას ეტყოდით იმ ადამიანებს, შეშმო ადამიანებს, რომლებიც ახლა გვისმენენ, გვიყურებენ, აქვთ თავისი მიზანი, სურვილი და როგორ არის საჭირო იმისთვის, რომ სურვილები აისრულა. იცით რა ყველაზე მთავარი არის, რომ თავდაჯერებულობა გქონდეთ თავიანთ თავში. ჩვენ შესაძლოა ფიზიკურად ვიყოთ ვიღაცისგან განსხვავებულები, მაგრამ ამის უკან არის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი თემა და ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე, რისი კეთებაც შეგვიძლია, ხო? ესე რომ ვთქვათ, არც ყველა ადამიანი არ გავს ერთმანეთს. ამიტომ ეს ვამბობ, რომ ყველას გვაქვს რაღაც გარკვეული მიმართულებით შეზღუდული შესაძლებლობა. დიახ, აი ამას გულისხმობ მეც, რომ აი ყველას ვთქვათ, არ შეუძლია სირბილი, ყველას არ შეუძლია ხატვა, ყველას არ შეუძლია ფრენა, ყველას არ შეუძლია ცურვა, ხო, ყველას არ შეუძლია, მოდით ასე ვთქვათ, შტანგისაწევა. ხო, არ შტანგისაწევა შეუძლია ყველას. კი ბატონო. რა თქმა უნდა, ჩათვალეთ, რომ ეს არის თქვენი მიმართულება, რომ რაც უბრალოდ არ შეგიძლიათ, მაგრამ იმის პარალელურად უნდა გავაგრძელოთ სხვა მიმართულებით, სულა და უნდა მოვძებნოთ ის, რაც შეგვიძლია და უნდა ვისწავლოთ იმ მდგომარეობით ცხოვრება, რა მდგომარეობაც გვაქვს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ასეთი საინტერესო საუბრისთვის. მირანდა გისურვებ წარმატებებს და დარწმუნებული ვარ, შემდეგი ტურნირიდანაც ჩამოხვალთ უკვე. რა თქმა უნდა. მაღალი რანგის ტურნირიდან მედლებით. დიახ. ამაში დარწმუნებული ვარ, თუმცა თბილისში ძალიან გაგვახარეთ, ხო? აი ამით დავიწყე საუბარი და ვინც ახლა შემოგვერთა, მათ საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ სულ ცოტა ხნის წინ თბილისში გაიმართა არაცხელჭემში არაძალოსნობაში თბილისი 2025 მსოფლიო თასის გათამაშება. მირანდა გიგაშვილმა 2 მედალი აიღო, ის ბრინჯაოს და ვერცხლის მფლობელი გახდა. გისურვებ წარმატებებს და სიახლეებით და მედლებით გელოდებით. მადლობა თქვენ და აუცილებლად მადლობა. გეგმები გვაქვს. ეს იყო გადაცემა ჩვენ აქვთ რადიო მედიის დღესარხი აგრძელებს მაუწყებლობას დროებით.